სანდრო ახმეტელის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს გლდანის გამგეობა საგზაო სამუშაოები 15000 კვადრატულ ფართობზე ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც ელექტროსადენების განთავსება მიწისქვეშა კაბელ-არხებში მოხდება, შეიცვლება გარეგანათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური სანათები. ასევე გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგო სივრცეები. პირველი რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რომელიც იყო ამორტიზირებული ავარიულ მდგომარეობაში და პირველ რიგში საფრთხეს და პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. შეიძლება ითქვას, რომ საცხოვრებელი კორპუსების დიდ ნაწილს წყალი შედიოდა სარდაფებში და ეს პრობლემას წარმოადგენდა. Კლიანად იქნება ყველაფერი მოწესრიგებული, გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები. ეს შემოღობები, რაც არის უკანონო, ყველაფერი იქნება მოხსნილი და მოეწყობა სკვერები. დაახლოებით პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრული არის სექტემბრის თვე. პროექტის ჯამური ღირებულება საგზაოს ნაწილში დაახლოებით 2.600.000 ლარია. გარდა ამისა, ამ ქუჩაზე გაზონებზე შესაბამის შუა ზოლში ყველგან ჩატარდება მერიის გარემო საქალაქო სამსახურის მიერ გამწვანების სამუშაოები. სრული რეაბილიტაცია განახლდება, ჩაუტარდება დაახლოებით 3 სკვერს და პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია. მოკლედ რო შევაჯამოთ, დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაიხარჯება აღნიშნულ ქუჩაზე.